სუვერენიტეტის დაცვისთვის შემუშავებული ახალი საკანონმდებლო პაკეტის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდა. სენაზე ამჯერად გიგაურის NGO გამოჩნდა, რომელმაც დეზინფორმაციული ქარდების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სცადა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ამტკიცებს, თითქოს ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან ოჯახის წევრებისთვის თანხების გამოგზავნას კრძალავს. თუმცა სახელისუფლებო გუნდმა საკანონმდებლო პაკეტის მიზნები არაერთხელ განმარტა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონი ადგენს მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა შესაბამისად. აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება დაიცვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი. ერთადერთი რაც იზღუდება არის რა, რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდეს ჩვენს ქვეყანაში. მარტო პოლიტიკური აქტივობაა მათი დასაქმების სფერო. თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების ხარდაჭერით და არა უცხოური ძალების ხარდაჭერით, ხო? იმის გამო რომ არ აქვს ქართული ხალხის ხარდაჭერა, ამიტომ დადიან უცხოეთიდან ფულის მისაღებად. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გიგაურის NGO-ს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რატომ არის აუცილებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გიგაურის ორგანიზაციას თავად არ სურს ფინანსების გასაჯაროება და ქვეყანაში თანხების შემოტანას კანონის გვერდის ავლით ცდილობს. კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. საერთაშორისო გაუმჭირვალობის უცვლელი, ერთპიროვნული და ტირანი, მისივე თანამშრომლების ნათქვამია, დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს. როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არც ერთი თეთრის გასაჯაროება არ უნდა. სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად პატრონის დავალებით საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეთშიც კი გადარეგისტრირდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ შეძლებს ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტაკოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. კანონმდებლობის გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც როგორც ევრობიუროკრატებმა, ასევე მათ მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლის გზების ძიება დაიწყეს. სახელისუფლებო გუნდმა თაღლითური სქემა გაშიფრა, თუ როგორ ხდება ფარული გზებით უცხოური ფულის საქართველოში შემოტანა. NGO ორგანიზაციებმა, რომლებიც გარეთ დაფინანსებით საქართველოში დესტაბილიზაციას უკვე წლებია აორგანიზებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელსაყრელი სივრცე ესტონეთში მოძებნეს. სახელისუფლებო გუნდში ინტერესდებიან, რატომ მალავენ NGO-ები საკუთარ დაფინანსებას და რისთვის დასჭირდათ უცხოეთში დარეგისტრირება. მოკლედ აღარაფერს აღარ ერიდებიან, ხო პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავხრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა გზებით. შესაბამისად, რა გამოხმაურებას უნდა ელოდო იმ ადამიანებისაგან, ან იმ გაერთიანებისგან, რომელიც თავად სათავეშია ამ ყველაფრის და თავად ახორციელებს იმ უმსგავსო გადაწყვეტილებებს, რაც საქართველოსთან მიმართებით თუნდაც ხდება თანხის შემოტანით და პოლიტიკაში დახარჯვით. ესტონეთში სადღაც ქოხმახებში აქვს დარეგისტრირებული თავიანთი ორგანიზაციები, მალავდნენ ქართული ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სინამდვილეში აგენტურული ძალები, რომ იქიდან შემოეტანათ ეს ფული და შემდეგ გამოეყარებინათ თავიანთი ბნელი ბიზნესისთვის. და რა არის ეს ბნელი ბიზნესი? ქართული ხალხის წინააღმდეგ არსებული გეგმების განხორციელება, არეულობის შემოქმედება, საქართველოს გადაჭრილობის სკოლაში. სხვა მიზანი მათ არ გააჩნია. ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვა, სუვერენიტეტის გამტკიცება და უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში ბრუნვის შეზღუდვა. ამ მიზნით ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები 7 კანონში, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს. გრანტის მიღება ყველას მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. დაფინანსების მისაღებად მთავრობის
ნებართვა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც არსებითად საქართველოში საქმიანობს. ცვლილებათა პაკეტით მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსიც. დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ფულის გათეთრება კი პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე.